შეიძლება მლოცველი კაცი. ესე იგი თუ არ გვაქვს ლოცვა, ესე იგი ფაქტიურად ადამიანი არ აქვს, არაფერი არ აქვს. ან ყველაფერს დაკარგავს. ამისთვის უნდა იბრძოლოს ადამიანმა და მოიპოვოს. ეს არის საბრძოლო. რომ დაამკვიდროს მის ცხოვრებაში და მე სისტემატიურად და მისი გული და გონება შეაჩიოს ღმერთთან ურთიერთობას. ეს ბრძოლა, ესე ამბობენ მამები, სადამდე უნდა ვიბრძოლოთ, სადამდე უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი. და მამები ამბობენ, სანამ ლუსმნის ხმასო, გაიგონებო, შენ ვინ გაიგონებს მაგას, მაგრამ კუბოზეო, სანამ დააჭედებინო ლუსმასო. ხო, აი მანამდე უნდა იბრძოლო და აიძულო თავის სათნოებისთვის. ასეთი სათნოება, რომელზეც ამბობენ, ყველაფერს დავკარგავთ, ჯანმრთელობას დავკარგავთ, სიმდიდრეს მოყვარავენო, მეგობრები გვიღალატებენო, ოჯახის წევრები ზურგ შეგვაქცევ, ასე შემდეგ, სამშობლო გვიღალატებსო, თებიცა, ყველაფერი შეიძლება დავკარგოთ. ლოცვასო, ვერავინ, ვერასდროს ვერ წაგვართმევს, თუ ადამიანი ამას მოისურვებს. ესე იგი, ერთადერთი სათნოება ყოფილა, რომელსაც ვერავინ ვერასდროს, ვერანაირ არის ლოგინზეც რო იყო დაწევლილი, უმძიმესი სნეულებაც რო კონდეს, სიკვდილის პირსაც რო იყო მისული, ვერავინ ვერ წაართმევს ამ სათნოებას ადამიანს ლოცვა.